ორგანიზმს აქვს პირველადი რეზერვი. არა, იმას ჩვენ ვერ შევცვლით. უბრალოდ შემდეგ რო გული გეღლება და ეს დაკავშირებულია შენ ბიომექანიკასთან, აი იმას ვასწორებ ზუსტად. ბავშვებს რაც შეეხება, ბავშვების დიაგნოსტიკა შესაძლებელია 4 წლიდან ზევით. 14 წლამდე ვიღებთ მაქსიმალურ შედეგს, შემდეგ გარდატეხის პერიოდია, ჰორმონალური ცვლილებაა და რა თქმა უნდა ეს უნდა დაფიქსირდეს 18 წლამდე. საერთოდ 18 წლამდე აქვს აზრი მუშაობას ტერმზეც და ხერხემალზეც რომ მიიღოთ შედეგი. შემდეგ რა თქმა უნდა ასაკი არ არის შეზღუდული და ზრდასრულებში ეს არის უკვე დამცავი საშუალება რომ მოხსნას თქვენი ჩივილები და არ გქონდეთ გართულებები. ერთ საკითხზეც ვისაუბრებ დღეს და ნუ დანარჩენი უკვე შემდგომში ეს არის კოქს არტროზის პოსტოპერაციული მდგომარეობა. ხშირია შემთხვევა ხალხო რომ ერთი მხარე რომელიც დაოპერაციებია შეიძლება